იყო საუბარი, რომ ზანგეზურს გააკონტროლებდნენ რუსები. ეხლა უკვე ძალიან შორს არიან ამ პირობისაგან. რუსეთი რას აღარ უნდა. არც სომხეთს არ უნდა, არც აზერბაიჯანს არ უნდა. ვი გააკონტროლებს ამ ზანგეზურს? მაშინ უნდა გააკონტროლოს სომხებმა. აზერბაიჯანს პირობა შემდეგი, რომ ნახჩევანი ჩემი რეგიონია. მართლა ესე არავინ არ უარყოფს. და რატო უნდა გავატარო მე ტვირთი ნახჩევანში, ჩემს რეგიონში საბაჟო მაგალითად პროცედურებით, ხო? დაახლოებით ისა რომ თბილისიდან კახეთში გაიტანო და სადღაც აეროპორტთან და საბაჟო დააყენო, ხო? ანუ რატო არ შეიძლება თუ მივდივართ მეგობრობისაკენ ჩვენ და სომხეთი, რატო არ შეიძლება რომ სომხეთმა განსაკუთრებული რეჟიმით მომწეს მე საშუალება აზერბაიჯანს ვატაროთ ჩემი ტვირთი ჩემსავე რეგიონში, ქვია, ნახჩევანში, მაგრამ სომხეთს თავის ლოგიკა აქვს, რომ უცხო ქვეყანა შემოდის ტვირთი, მე არ ვიცი რა ტვირთია და ტოვებს ეს ტვირთი მე ჩემს ტერიტორიას, მე არ ვიცი რა ტვირთი ტოვებს. რა ხდება? ამიტომ მე მაინც მაქვს უფლება რომ შევამოწმო ეს ტვირთი. ორივე მხარეს არის ლოგიკა და ორივე მხარეს არის თავისებური სამართალი. ასე დროს როგორც წესი სახელმწიფოები მიდიან და საარბიტრაჟო საერთაშორისო სასამართლოში ჩივიან.